პაშინიანის ხელისუფლებამ რადიკალური, უზარმაზარი, გრანდიოზული ცვლილებები მოუტანა სომხეთს. სომხეთმა დათმო ყარაბაღი, რომლისთვისაც 35 წელი იბრძოდნენ სომხები. სომხებმა გარდა ყარაბაღისა დათმო ყველა ის ტერიტორია, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა ყარაბაღისკენ მისასვლელი გზისთვის. და მეტიც სომხეთმა დათმო თავის საკუთარ ტერიტორიაზეც გარკვეული პუნქტები, რომელიც ახლა აიღო აზერბაიჯანმა. რა თქმა უნდა, სომხები ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ჩვენ ახლა არ ვაფასებთ, კაია, ცუდია, ჩვენ ვყვებით ფაქტს. სომხები ამას დაუპირისპირდნენ და პატრიარქ შიდა პატიმრობა გამოუცხადა. შიდა პატიმრობაში ყავს პატრიარქი დღესაც. სომხებიც მორწმუნე ხალხია და ბუნებრივია, ეს არ შეიძლება რომ დადებითად მიიღოს სომხურმა საზოგადოებამ. მიუხედავად ამისა, პაშინიანმა არჩევნების წინ 70 კაცი დააპატიმრა კიდე და არჩევნებში დაიწერა, ესე იგი ცხადია რომ იმდენად ცოტა ხმა დააგროვა პაშინიანმა, რომ 50%-ის დაწერაც ვერ გაბედა. თავის თავს დაუწერა 49.8%. ვერ გაბედა რომ დაეწერა 50%. მე ახლა ჩემ შეფასებას არ გეუბნებით, სრულიად სომხური საექსპერტო საზოგადოება გარდა პაშინიანის მომხრეებისა ამბობს, რომ რა თქმა უნდა გაიმარჯვეს. ისედაც გამოდის, რომ ახლა 50.2% აიღო ოპოზიციამ. ოღონდ იქ პატარ-პატარა პარტიებია, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, ესეც პაშინიანმა გააკეთა, იმათ არ დაუწერა ბარიერის გადალახვა და ახლა იმ ხმებს რო გადაინაწილებს, პაშინიანს გამოუვა, რომ 50% აიღო. თორე სინამდვილეში გამოდის, რომ 50.2% ოპოზიციამ აიღო და 49.8% აიღო პაშინიანმა. წააგო არჩევნები. მაგრამ პატარა პარტიები ვერ გადავლენ ბარიერს, აი რა სიცოცხლე აქვს და ამათი ხმები გადანაწილდება და როგორც პაშინიანმა ყველაზე მეტი რო აიღო, მას დაეწერება ბევრი, ის გადალახავს 50%-ს, ის აფორმირებს თავრობას. აი ესეთი სიცოცხლე აქვს. ანუ არჩევნები წააგო ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც, მაგრამ მაინც გამარჯვებას დაიწერს. და 200 კაცი დაიჭირა აი ამ დღეებში კიდე, რომ ამის წინააღმდეგობა არ მოხდეს.